იცი რას ნიშნავს ორმაგი და სამაგი ფაქტორიალი ან როგორ უნდა გამოთვალო? თუ არ იცი, ნახე როგორი მარტივია, ამ ვიდეოს ბოლომდე მოусმინე და არ დაგავიწყდეს, გაუზიარო მეგობრებსაც, ვისაც აინტერესებს მათემატიკა. რას ნიშნავს ზოგადად ფაქტორიალი? მას ავღნიშნავთ ასეთი ძახილის ნიშანით, მაგალითად 3-ის ფაქტორიალი. როგორ გამოითვლება ნახე? ეს სამიანი უნდა ავიღოთ და გავამრავლოთ უნდა მის წინ მდებარე რიცხვზე, იქამდე სანამ ერთიანს არ დავწერთ. ანუ ყოველთვის ერთით ნაკლებ რიცხვზე ვამრავლებთ. 3-ჯერ 2 6, 6-ჯერ 1 6. ესე იგი 3-ის ფაქტორიალი იქნება 6. 5-ის ორმაგი ფაქტორიალი გამოვთვალოთ ახლა. ნახე, ჩვეულებრივი ფაქტორიალის დროს ხომ დავწერდით 5-ჯერ 4-ჯერ 3-ჯერ 2-ჯერ 1. რადგან ორმაგი ფაქტორიალი გვაქვს, ნახე, პირველი წევრიდან დავიწყებ და ყოველ მომდევნო წევრს ავღნიშნავ. ხოლო შუა წევრებს ასე წავშლი და მას არ გამოვთვლი. 5-ჯერ 3 არის 15, 15-ჯერ 1-იც არის 15-ის ტოლი. ეს კენტი ფაქტორიალის შემთხვევაში. თუ კი ლუწი მექნება ფაქტორიალი და თან ორმაგი ფაქტორიალი უნდა გამოვთვალო, ჩვეულებრივი ფაქტორიალის დროს ხო დავწერდი 6-ჯერ 5-ჯერ 4-ჯერ 3-ჯერ 2-ჯერ 1. რადგან ორმაგია, ხომ ვთქვით, რომ ყოველი მეორე წევრი უნდა გადავამრავლოთ ერთმანეთზე. რადგან აქ მეტი წევრი აღარა მაქვს, ამიტომ 5-საც წავშლი, 3-საც და 1-საც. 6-ჯერ 4 არის 24, 24-ჯერ 2 კი არის 48. ეხლა ეს ნიშნავს სამმაგი ფაქტორიალი 7-ის. 7-ის ჩვეულებრივი ფაქტორიალი რომ გამოვთვალო, უნდა დავწერო 7-ჯერ 6-ჯერ 5-ჯერ 4-ჯერ 3-ჯერ 2-ჯერ 1. სამაგის დროს უნდა აღვნიშნო ყოველი მესამე წევრი, ნახე? და შუა 2 წევრი წავშალე. 7-ჯერ 4 არის 28, 28-ჯერ 1 კი არის 28-ის ტოლი. ასე ძალიან მარტივად შეგიძლია გამოთვალო. ჩვეულებრივი ფაქტორიალიც ორმაგი, სამაგი ან ნებისმიერი ფაქტორიალი. თუ მოგეწონა ვიდეო, არ დაგავიწყდეს, რომ გაუზიარო მეგობრებსაც გამოიწერო გვერდი და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებ.